ივლისში ინფლაციის დონემ 4.3%-ს მიაღწია, რაც პრინციპში მაღალი მაჩვენებელი არ არის, თუ მიზნობრივ მაჩვენებელს გავითვალისწინებთ, ეროვნული ბანკის მიერ თარგეტირებული მაჩვენებელი 3%-ია, თუმცა სურათი შედარებით უფრო მძიმდება, თუ კონკრეტულ ქვეჯგუფებს შევხედავთ, მაგალითად, სხვადასხვა ქვეჯგუფებში ჩვენ გვაქვს ორნიშნა ინფლაცია. რა არის ამის მიზეზი და რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ნიკოლოზ ალავიძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე გვერდდება თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში. ბატონო ნიკოლოზ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. როგორც დასაწყისში ვახსენეთ, ინფლაციის მაჩვენებელი ივლისში 4.3%-მდე განისაზღვრა, თუმცა შედარებით რთული მდგომარეობა გვაქვს სხვადასხვა ქვეჯგუფებში, მაგალითად, სურსათისა და უალკოჰოლოს ასმელების ჯგუფში, რომლის წილის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი არის სამომხმარებლო კალათაში ორნიშნა მაჩვენებელს აღწევს. რა არის ამისი მიზეზი და რატომ გვაქვს ამხელა ფასების ზრდა საკმაოდ მოწყვლად ქვეჯგუფში? კიდევ და კიდევ ისევ და ისევ ეს ამის მთავარი მიზეზი და მთავარი ასე თქვა ახსნა არის იმ სტრუქტურის დამსახურება ბჭყალებში ეკონომიკის მდგენელის, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, რომელიც ბევრჯერ თქვა, ბევრჯერ ვსაუბრობთ, ერთი შეხედვით ძალიან მყარია ჩვენი ეკონომიკა, ფისკალური თუ მონეტარული თუ ასე შემდეგ, მდგომარეობა, ფუნდამენტური პარამეტრები იდეალური, ორმაგი ან ორმაგთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა დედამიწაზე ყველაზე მაგარი და ასე შემდეგ, მაგრამ დგებით მეორე რადიკალური მოცემულობის ქვეშ, რომ რეალურად არ იგრძნობა ეს ყველაფერი ამ ქვეყანაზე, ამ 3.5 მილიონი ამ პატარა განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანაზე, რომელიც რაღაცა ისე არ ხუხს როგორც წვიმს თუ პირიქით, ხო, ისე არ წვიმს როგორც ხუხს, ხო? ამაშია. რეალურად ეს ყველაფერი ისევ და ისევ დაკავშირებულია ჩვენი მოწყვლადი მთლიანად ეკონომიკის სტრუქტურაზე, რომელიც ჩემი სიტყვები არ არის ეს, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნებიდან არის ძალიან ნეგატიურად სტრუქტურირებული, ძალიან აწყობილი არასამართლიან გადანაწილებაზე, პირდაპირ ამ სიტყვებით არის მათ ანგარიშებში მოცემული და ინკლუზიურობის ხარისხი არის კრიტიკულად დაბალი. რას ნიშნავს ეს? ის რომ ჩვენი ეკონომიკა და ჩვენს ეკონომიკური აქტივობა და ეს ჩვენი ბიუჯეტი იქნება თუ მთლიანი შიდა პროდუქტი თუ ეს მდგენელი, რომელიც დაახლოებით 28-29 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია, ანუ 80 მილიარდ ლარამდე არის, გადანაწილებული არის რა თქმა უნდა შემოსავლზე, მაგრამ ეს დოლარი, რომელიც ეკონომიკა მთლიანად ქვეყნის განვითარებას უნდა ხმარდებოდეს, არ არის თანაბრად და სწორად გადანაწილებული ამ ყველაფერზე. ერთის მხრივ ჩვენი ეკონომიკა არის დამოკიდებული და არის ძირითადად მოხმარებაზე ორიენტირებული, ჩვენ მოვიხმართ, ვიდრე ჩვენ ვქმნით, ანუ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის დიდი ნაწილიც გამომდინარეობს ამ მოხმარებიდან. ბოლო წელს რადიკალურად და მნიშვნელოვნად გაზრდილი სახელმწიფო ბიუროკრატიაში დაკავებული დასაქმებული ძალიან დაბალ ეფექტური და დაბალ ეფექტიანი კადრებიდან გამომდინარე არ ქმნიან რეალურად ღირებულებას, თუმცა ჩვენ ვაკვირდებით როგორ იზრდება თუნდაც ბჭყალებში დასაქმებულთა რაოდენობა ამ ბიუროკრატიაში და მეორე მხრივ ისეთი დასაქმებულების რაოდენობა ასეულობით და ეს ასეულობით არის საუბარი 500-დან მაღლა უფრო მილიარდისკენ წასული თანხაში ისეთ დასაქმებულებში, რომლებიც რეალურად არ ქმნიან არანაირ დოვლადს, არიან მომხმარებლები. ეს მოხმარება არის ზუსტად წყარო ამის დაფინანსების, არის ეს ბიუჯეტი, რომელიც, რა ვიცი, რაღაცით სასწავლების ძალით ივსება. რაც შეეხება აი დეტალებში ჩავიდეთ ინფლაციის უკვე მონაცემში. კი, თითქოს ეს მიზნობრივ დაგეგმილ ზღვართან ახლოს არის, 3 არის და დაგეგმილი მიზნობრივი ზღვარი 3% და 4 მთელი რაღაცა თითქოს არაფერია, მაგრამ სიღრმეებში რომ ჩავდივართ და ეშმაკი დეტალებშია, ბჭყალებში არის ის, რომ ყველაზე დიდი ნაწილი და ძალიან დიდი მოცემულობა ამ ციფრების ინფლაციური ნაკადების ორნიშნა ახსნა და ორნიშნასაც ხაზი უნდა გაუსვათ ისეთ ჯგუფებში, რომელიც ძალიან მაღალი მოთხოვნაზეა და რეალურად ყველა სჭირდება ეკონომიკურად შესაძლებლობა აქვს თუ არა აქვს ადამიანს საჭიროებიდან გამომდინარე 10, 25, 30%-მდე არის ინფლაციის მაჩვენებელიც. ეს დამოკიდებულია რაზე? პირველ რიგში ეს პროდუქტობრივი, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება უწოდოთ ჯგუფის მონაცემები, სადაც
გადასახადი ზედმეტი ფულის დახარჯვა უწევს, ვიდრე ის შემოსავალს იღებს და იგივე პროდუქტში, მაგალითად ამ წყალში, რომელიც აუცილებელია პირობითად, ჩვენ არ გვესდება კიდევ კარგი ჯერჯერობით კომუნალური გადასახადები და ამ ნაწილში ესეც არიზდება ხო ენერგეტიკაზე, ანუ ელექტროენერგიაზე, გაზზე და წყალზე, წყლის გადასახადზე ჯერჯერობით დიდი სხვაობა არ გქონია და ეს თამაშობს, მაგრამ ის დიდი ნაწილი სამომხმარებლო კალათაც რაც შეადგენს, რაც ადამიანებისთვის აუცილებელია, რომ მათ მიიღონ ეს პროდუქტი, ეს იქნება ყვების პროდუქტები თუ მასთან დაკავშირებული თამაშობს ძალიან დიდ როლს. ნიკოლოზ, აი ამ ნაწილში მინდა ჩაგეკითხოთ. ჩვენ ხშირად გვესმის და მინდა რომ ჩვენი მაყურებლისთვის გასაგებად განვარტოთ ეს ყველაფერი. ჩვენ ხშირად გვესმის რომ მოსახლეობა ფასების ზრდას უფრო მტკივნეულად აღიქვამს ვიდრე ეს შესაძლებელია ჩანდეს ოფიციალურ მონაცემებში. ამის თავარი მიზეზი ხომ არ არის ის, რომ მაგალითად იგივე ჩვენ სურსათისა და ალკოჰოლის სასმელების ქვეჯგუფი ვახსენეთ, სადაც გვაქვს ორნიშნა ინფლაცია. გვაქვს ჩანდაცვის ჯგუფი, რომელიც ასევე ძალიან მოწყვლადია და აქ გვაქვს ორნიშნასთან მიახლოებული 9%-ზე მაღალი ინფლაცია. ეს არის ქვეჯგუფები, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის არის აუცილებელი და რომელთა წილით სამომხმარებლო კალათაში არის ყველაზე მაღალი. ეს ხომ არ არის იმისი საფუძველი სწორედაც, რომ მოსახლეობა გაცილებით უფრო მტკივნეულად გრძნობს ფასების ზრდას ზოგადად და ინფლაციურ პროცესებს, ვიდრე ამას ხედავთ მონაცემებში. კი, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზუსტად ზუსტად ეს ინდიკატორია მთავარი ამ ყველაფრის, რომ მოსახლეობის დიდი უმეტესი ნაწილი, ანუ ფაქტიურად აბსოლუტური უმრავლესობა გრძნობს გაცილებით უფრო მტკივნეულად, იმიტომ რომ მათ ხარჯზე იქნება ეს 10 და 25%-იანი ინფლაცია. ეს რას ნიშნავს? ანუ იგივე მედიკამენტი, რომელიც რაღაცა ღირდა პირობითად 1 ტუგრიკი, ახლა ღირს 1 ტუგრიკი და 10 თეთრი პირობითად, ну ან 10 რაღაცა ქვეტუგრიკი პირობითად რო ვთქვა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი მოსახლეობის, ანუ რომელიც ამ სიტყვაზე პენსიონერები ხო, ანუ ვისაც უწევს უნდა არ უნდა მათი ცხოვრების რიტმის შესანარჩუნებლად რაღაცა კონკრეტული მოცულობის მედიკამენტების შეძენა, რომ დაარეგულირონ უბრალოდ წნევა ან რაღაცა დავანებოთ თავი ამბულატორიას. ეს ძალიან კმაოდ დიდი ვრცელი თემა და ვეცდები ძალიან მოკეთქვათ, იმიტომ აქაც ძალიან დიდი ჭყალებში კორუფციის ნიშნებია, რომელიც უამრავი ჟურნალისტური გამოძიებით არის, მე არაფერს არ ვიგონებ ან არავის არ ვაბრალებ, მე უბრალოდ იმ საჯარო ხელმისაწვდომი ინფორმაციას დაყრდნობით საუბრობ, რაც არის. ჩვენი ანუ ეს სამომხმარებლო დონიდან რო ვთქვა, ჯერ მომხმარებლის დონიდან ის იქნება პენსიონერი თუ ჩვენ რაღაცა მედიკამენტური დახმარება რაც გჭირდება ჩვენი ორგანიზმისთვის, ჩვენ ამაში ვიხდით უკვე 10%-ით მეც. მაგრამ ეს არის ერთი შეხედვით პატარა წილი იმ თლიან დიდ კალათში, რომელიც არის ქართული ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ ვიცით რომ სახელმწიფო ძალიან აქტიურად არის აქ ჩართული და ჩვენ გვესმოდა კოვიდიდან და კოვიდამდეც და კოვიდის შემდეგაც მოყოლებული სულ რაღაცა ბჭყალებში დიდი რეფორმები და ვიცით საყოველთაო ჯანდაცვა bla 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 და ასე შემდეგ, სადაც ასევე სახელმწიფო ბიუჯეტი არის თავარი დონორი ამ სერვისების. ეს არის გარანტირებული ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ აი ეს დიდი მუხლი ავიღოთ და ვთქვათ, რომ აი ეს დიდი მუხლი, რომელიც იყო პირობითად რაღაც X მილიონი თუ მილიარდი ლარი ამ ინფლაციის ხარჯზე მინიმუმ 9%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ X მილიარდი ლარი უნდა გავამრავლოთ იმ 9%-ზე და ის საშუალო მდგენელი, რომელსაც მივიღებთ, ის არის ზუსტად ის დამატებითი წნეხი თითოეულ მოსახლეზე, რომელიც არის. ამის შიგნით უკვე იმ თანხების იმ X მილიარდი ლარის მართვა რამდენად ეფექტურად, რამდენად ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდებით ხდება და ასე შემდეგ უკვე სხვა საკითხია და სხვა გამოძიების და სხვა კომპეტენციის თემაა, მაგრამ ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან არასწორი, არაეფექტური, არაეფექტიანი და ძალიან დიდი კითხვების ქვეშ ყოფი მართვის ნაწილი. იგივე სამომხმარებლო კალათს რომ შევხედოთ კიდევ, სადაც ასევე ძალიან დიდი ზრდა არის, 20-25%-იანი ზრდა არის, 17%-ამდე მეგონი ზეთის ნაწილში, სხვა, ანუ ჩვენ ძალიან ცხელა, სეზონურია, ადამიანური დიეტაც უფრო ამ გარემოს პირობებიდან გამომდინარეა და ადამიანები ცდილობენ, რომ ნაკლებად ცხიმიანი პროდუქტი მიიღონ ორგანიზმისთვის, რომ უფრო რაღაცა ამ სიცხეს გაუძლონ, ხო, მაგრამ შეძლონ არსებობაც, ხო, შრომის უნარიანობაც. ისეთ მუხლებზე
გაიზარდა ეს ფასები, რომელიც აი ამ სეზონური პერიოდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარების დონეზე გქონდეთ ადამიანებს, მათ შვილებს, ან ასაკიანს, ან ახალგაზრდას, ან ხცოვანი ადამიანებს. შესაბამისად, აქ დგება კიდევ სხვა დიდი პრობლემა. ჩვენი ეკონომიკურის და რა თქმა უნდა, კარგია, რომ ტურიზმიც იზრდება და სეზონურობიდან გამომდინარე არის, მაგრამ ჩვენ მომსახურება, რასაც ჩვენ უნდა გაუწიოთ აი ამ ტურიზმს რაღაც დავაგენერიროთ შემოსავალი, ვარ დამოკიდებული ისე და ისევ იმპორტზე. ჩვენ გვიწევს აი ამ თუნდაც სოფლის მეურნეობის პროდუქტის დიდი ნაწილი შემოვიტანოთ მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტით, რაც ზრდის ერთი შეხედვით წნეხს ლარზე, იმიტომ რომ ვალუტაა საჭირო, მეორე მხრივ ჩვენ ამას არ ვაწარმოებთ და ეს მოთხოვნა რომელიც გაიგნება ისევ და ეს ფასის დაც დამოკიდებული არ არის მარტო ჩვენ შიდა ადმინისტრირებაზე რაღაც პროცესების, არამედ დამოკიდებულია ჩვენ სამეზობლოში რა ხდება. მომწოდებს და ჩვენ ვიცით რომ თლიანად სამეზობლო, თლიანად გლობალური ეკონომიკაც ინფლაციური მომენტების ინფლაციას რასაც ვეძახით ხოლმე. ნიკოლოზ, ზემოთ ძალიან საინტერესო დეტალებს შეეხეთ და უცილებლად მინდა გკითხოთ. ჩვენ თუ შევხედავთ ფულის მასას, M2 აგრეგატს რასაც ვეძახით, მისი რაოდენობა ბოლო მონაცემებით ერთ თვეში საშუალოდ გაზრდილია თითქმის 900 მილიონით. რაც მე პირადად ერთ თვეში ამ ხელა ზრდა წინა თვესთან შედარებით ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება. როგორია მისი როლი ინფლაციურ პროცესებში დღეის მდგომარეობით თქვენი აზრით? პირველ რიგში ეს ზრდა, რომელიც თითქმის მილიარდით არის, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მაყურებელმა კარგად გაიგოს, ეს არის ფიზიკური ლარის მოცულობა, რომელიც რადიკალურად გაიზარდა, ანუ დაიბეჭდა ახალი ფული. და ეს დაბეჭდას აქვს თავისი პროცესები, პროცედურები, თავისი პლუსები და მინუსები. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი, რაც გრძელდება და რაც კეთდება, არის გამიზნული ძალიან მოკლევადიანი ეფექტების მისაღებად. რაც კიდევ და კიდევ არის ძალიან საგანგაშო, ძალიან არასერიოზული ნაბიჯი მარეგულირებლის მხრიდან და ეროვნული ბანკის მხრიდან გადადგმული და შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეს საშუალო და გრძელვადიან პერიოდისთვის. ამ შემთხვევაში ლარის მასის ხელოვნურმა ზრდამ ჩვენ დაგვანახა, რომ უცბად რაღაც შეიქმნა ლარზე მოთხოვნა ბრჭყალებში, რის გამოც გახდა საჭირო ლარის მასის მოწოდება. ჩვენ ასევე პარალელურად ვაკვირდებით, რომ დოლარის და ევროს ურთიერთმეგობრობა ბრჭყალებში ევროს სასარგებლოდ მიდის ყარდება და დოლარი მსუსტდება ამ პერიოდში ლარიმაც დაიწყო რაღაც სუპერ გამყარება, მაგრამ ჩვენ თუ დავაკვირდებით ლარის პოზიციონირებასაც M2-ის ზრდამდე და ზრდის შემდეგ ხედავთ, რომ რატომღაც ბრჭყალებში შემთხვევით ერთმანეთის პროპორციულად მყარდება ეს ლარიც, რაც ერთი შეხედვით მაინც და მაინც ადეკვატური და ლოგიკური არ უნდა იყოს, გეზდება შენ ლარის მასა, ანუ რაღაც ეს მიწოდება ზრდი რაღაცაზე, ეს ნიშნავს, რომ ან მოთხოვნა ამაზე ძალიან დიდი, რომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილო მოკლევადიან პერიოდში, ან ეს მოთხოვნა არ არის და უბრალოდ მოწოდება ზრდი. ამ შემთხვევაში ლოგიკურია ის, რომ ლარზე მოთხოვნა გაზრდილია, იმ მხრივ რომ სეზონური პერიოდია, ტურიზმია, რაღაცა შემოვიდა, უფრო მეტი ადგილზე დახარჯვა ჭირდება, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი საანგარიშტორებო ვალუტა ქართული ლარია, იგივე ნახეთ 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში სესხების და კრედიტების ნაწილში 750,000 ლარამდე უკვე ნებისმიერ სესხებელს არ აქვს შესაძლებლობა, რომ თანხა თუ შემოსავალი დოლარში არ აქვს, ეს ძალიან მწირია ესეთი შემოსავლის მქონე ადამიანები, ვინც ლარში უნდა აიღოს სესხი, შესაბამისად ეს მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, იძლევა ბრჭყალებში კარგ შედეგს, ჩვენ ხედავთ, რომ რაღაც ლარი დოლართან მიმართებაში რაღაც მეტნაკლებად სტაბილური და მყარია. ვაკვირდებით, რომ ეროვნული ბანკი ამ სავაჭრო ოპერაციებით ვალუტის თავის რეზერვს ზრდის და მოგებასაც ზრდის, მაგრამ მეორე მხრივ საშუალო და გრძელვადაში ძალიან დიდი რისკები ჩნდება, რაზეც პირდაპირაც მიუთითა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. ვიცით ჩვენ რომ ეს მოგების განაწილების წესზე გაწია რეკომენდაცია ეროვნული ბანკისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტის დახმარებისთვის, იმიტომ ეს არის ზუსტად ის მოლოდინი, რომლითაც ეს ორი ინსტიტუცია ცდილობს ყოველ შემთხვევაში ფიქრობს და უკვე შეგვიძლია თამამად თქვათ აი ამ რეკომენდაციების დასკვნით, რომ ეს ფიქრი ხმამაღლა მოუწიათ მათ და ბიუჯეტის მეორე ნახევარი ის უფრო მიუახლოვდებით დასასრულს, წლის დასასრულს უფრო გამძაფრდება ეს პრობლემები, მაგრამ ჩვენ არ გვიხსენებია ის შეჩერებული საერთაშორისო ნაკადები კაპიტალის შემოდინების, რომელიც მნიშვნელოვანია და
თანაბარ პროპორციულ როლს თამაშობს ინფლაციური მომენტების ჩამოყალიბებაშიც, ეკონომიკის ჩამოყალიბებაშიც და თანაბრად ნაწილდება ყველაზე, ვისაც ესმის ეს ტერმინები და ეს პროცესები თუ არ ესმის, ყველა მოხმარებელს. კი ბატონო, ნიკოლოზ, ბოლოსკენ მივდივართ და უცილებლად მინდა გკითხოთ მოლოდინებთან დაკავშირებით, ჩვენი ეკონომიკურობა სეზონურობით რომ ხასიათდება, ეს უცხო არავისთვის არ არის და სწორედაც ზაფხულის სეზონი ჩვენი ეკონომიკისთვის შედარებით ხელსაყრელია ხოლმე. მე მინდა გკითხოთ წლის მეორე ნახევრის შემდეგ, როგორი არის მოლოდინები ინფლაციის ნაწილში და რამდენად მოახერხებს ეროვნული ბანკი მიზნობრივთან მოახერხოს ინფლაციის დაჭერა. ნუ მე გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მარტო მე არამედ ყველა ადამიანს სამშობლოში და ეროვნულ ბანკსაც, იმიტომ ჩვენ თუნდაც ამ პროგნოზებს ხედავთ, ეროვნული ბანკის პროგნოზი, მთავრობის პროგნოზი, სავალუტო ფონდის პროგნოზი, მსოფლიო ბანკის პროგნოზი, ქართული კაპიტალის მკვლევარების პროგნოზები, მათ შორის საინვესტიციო ბანკების პროგნოზების განსხვავდება. თითქოს პატარაა ეს სხვაობა, მაგრამ ეს თვითონ სისტემურობაშია თავარი მიდგომა, რომ სხვაობა არის. მაგრამ მე ჩემი პირადი გამოცდილების და ამ დაკვირვებებით და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკით და ეკონომიკის მამების მიერ შედგენილი ამ თეორიებიდან გამომდინარე, რაც უფრო წლის მეორე ნახევრისკენ გადავალთ და უფრო მიუახლოვდებით წლის დასასრულს, ლოგიკურია იმ ჭყალებში იმ გაჭირვების კი არა, იმ გასაჭირის გამოცნობა, რომელიც თეორიულად შეიძლება ჩვენ დამკვემუქროს, თუნდაც იგივე ამ კომპოზიციით და ჩვენი ეკონომიკაა, თუნდაც იმ გენელით, რითიც ჩვენი ეკონომიკა ივსება, ჩვენ გვესმის კარგი არის რომ გაიზარდა ტურისტული ნაკადი და ამაზე დიდი აქცენტირება მიდის, მაგრამ კიდევ და კიდევ მოკლევადიანი ეფექტისთვის ჩვენ ვცდილობთ რომ მოკლევადიანი რაღაც პოპულისტური გამოხტომებით სერიოზულ საფრთხეს უქმნით საშუალო და გრძელვადიან განვითარებას. თუნდაც ის ცვლილება ტურიზმის ნაწილში, სტრატეგიული ბაზრების, რაც ძალიან ცუდად აისახება საშუალო და გრძელვადაში, რაც მე შემდეგ ეკონომიკურ ციფრებში აისახება. თუნდაც ის დაძაბულობა საერთაშორისო ინსტიტუციურ პარტნიორებთან და გაჩერებული ურთიერთობა, რომელიც აუცილებლად აისახება წლის მეორე ნახევარში. შეგახსენებთ, რომ ჩვენ წლის მეორე ნახევარში უკვე სოლიდური თანხის დაფარვა გვიწევს სესხის სახით, განახლება გვიწევს არსებული ვალდებულებების, აი ამ ვალდებულებების პარტნიორებთან ჩვენ დაძაბული გვაქვს ურთიერთობა პოლიტიკურად, რაც ეკონომიკის მთავარი პარტნიორიდან მთავარი ნაწილია. პლუს ბუნებრივად შემცირდება ეს ტურისტული ნაკადი და არ ვიცით ჩვენ ზამთრის პერიოდი როგორი იქნება და დამოკიდებული ვართ სხვადასხვა ბუნების განწყობებზე და შესაბამისად, რა თქმა უნდა, დამოკიდებული ვართ გლობალურად რა მოხდება, როგორ განვითარდება. ჩვენ ვიცით, რომ რაღაც ისეთი თარიღებია გაჟღერებული გლობალურ პოლიტიკაში 8 აგვისტო, რომელიც კარმული ციფრი არის, ასე ვთქვათ, კარმული თარიღია იმ საზღარი ქვეყნისთვისაც და მე იმედი მაქვს, ეს მართლა ესეთი მძიმე კარმული თარიღიათ მოხდება. პლუს შემდეგ იგივე ჩვენი პოლიტიკური კონტექსტი ევროკავშირთან მიმართებაში ოქტომბერში გადაიწია და ოქტომბრისთვის როგორ იქნება, პლუს გლობალურად რა პროცესები იქნება, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მზად ამ ყველაფრისთვის, თუმცა ამ მზაობას ჯერჯერობით ვერ ხედავთ ძალიან მოკლევადიან, ძალიან მძიმე პოპულისტურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ფულადი მასის ზრდასთან დაკავშირებით, მათ შორის რაღაცა რეკომენდაციების ასე დაჟინებულად არ მიღებასთან დაკავშირებით და უბრალოდ თავს ვიწონებ და ვიყვეხნით, რომ აი ამ ციფრით, რომელიც როგორ იცით, რომ კი კანონდარღვევა არ არის, მაგრამ სიღრმეში არ ჩასვლის გამო ჩვენ ვცდილობთ მხოლოდ ერთი კუთხით დავინახოთ ეს ყველაფერი და ეს ჭდილის მომენტი არის და ჩვენ უყურებთ იმ ნაწილს, რომელიც ჩვენ გვინდა რომ დავინახოთ. ხალიჩის ქვეშ გატეხილი ვაზის ნამსხვრევების შეყრით ეს ვაზა არ გამთლიანდება და პრობლემა არ მოგვარდება. ნიკოლოზ, ძალიან დიდი მადლობა ტრადიციულად დეტალური მიმოხილვისთვის. ნიკოლოზ ალავიძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო ჩვენთან ერთად და საუბრობდით ინფლაციის დონეზე, რომელიც სულ ახლახანს გამოაქვეყნა ეროვნულმა ბანკმა და მან 4.3% შეადგინა.